უკრაინის ომი რეგიონში ახალ საფრთხეებს აჩენს. გავრცელებული ცნობით შავ ზღვაში მცურავ კიდევ ერთ რუსულ ტანკერს შეუტიეს, რომელსაც არსებული ინფორმაციით მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა. თავდასხმა თურქეთის სანაპიროსთან ახლოს კამიკაძე დრონის გამოყენებით მოხდა. თურქულ მხარეს ზუსტ მიზეზებზე საუბარი უჭერს და პასუხებს კიევისგან ითხოვს. უკრაინა კი თავდასხმასთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს. გემს თურქეთის სანაპიროდან 130 კილომეტრის მოშორებით დაესხნენ თავს. თავდასხმაში კამიკაძე დრონები იყო ჩართული. საჭირო შეტყობინებები გადაეცა შესაბამის მხარეებს, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებას, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გემის ეკიპაჟის 13 წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და ისინი დახმარებას არ ითხოვენ. გემი ჩართული ძრავით სინოპისკენ გაემართა. მანამდე თავს თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ ორ ცარიელ სანქცირებულ ნავთობ ტანკერს დაესხნენ. ამ შემთხვევაშიც მთავარ ეჭვმიტანილად უკრაინა ჩაითვალა. კაიროსი და ვირატი ტვირთის ასაღებად რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიემართებოდნენ. ინციდენტს თურქეთის მხრიდან უკმაყოფილება მალევე მოჰყვა. ქვეყნის პრეზიდენტმა კომერციულ გემებზე თავდასხმას საგანგაშო ესკალაციად შეაფასა. როგორც ჩანს, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა იმ ეტაპს მიაღწია, სადაც ის აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას. ჩვენ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში კომერციული გემების მიზანში ამოღება საგანგაშო ესკალაციის ნიშანია. ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ამ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციას, სიცოცხლისა და გარემოს უსაფრთხოებას. ინციდენტი ყურადღების მიღმა არც კრემლს დაუტოვებია. კომერციულ გემებზე თავდასხმის მიღმა აგრესორი ქვეყანა უკრაინის რეალურ ბუნებას ხედავს და შემთხვევას თურქეთის ინტერესებზე. გემების მფლობელების უსაფრთხოებასა და საკუთრების უფლებებზე თავდასხმად მიიჩნევს. კონკრეტული თავდასხმა აღშფოთებას იწვევს მისი საერთაშორისო მნიშვნელობისა და პარტნიორების ჩართულობის გამო. ამიტომაც არის ეს ინციდენტი აღმაშფოთებელი. ეს იყო თავდასხმა როგორც თურქეთის ინტერესებზე, ისე გემების მფლობელების უსაფრთხოებასა და საკუთრების უფლებებზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს კიევის რეჟიმის ნამდვილ ბუნებას. კომერციულ გემებზე თავდასხმა მისაღები არც ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის აღმოჩნდა და მათმა ნაწილმა ღიად განმარტა, რომ ომში მყოფ ქვეყანას რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული სამიზნეების განადგურების უფლება მხოლოდ აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე აქვს. უკრაინის მხრიდან ბალტიის ზღვაში რუსულ გემებზე თავდასხმა გონივრული ნაბიჯი არ იყო, რადგან რუსულ ტანკერებზე თავდასხმამ შეიძლება ბალტიის ზღვაში სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. მოდით ვიყოთ გულახდილები. უკრაინას უფლება აქვს რუსეთის ტერიტორიაზე გაანადგუროს სამხედრო და სტრატეგიული სამიზნეები. საერთაშორისო წყლები კი ცოტა სხვა საკითხია. ტანკერები კაიროსი და ვირატი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და ორივე მათგანი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობისთვის დასავლეთის სანქციების ქვეშაა მოქცეული.